ხელფასმა იცის მიჩვევა. ყოველთვის რომ შენ რაღაცა ფული გერიცხება, მაგან იცის მიჩვევა. მე შენ აღარ შეგილია მაგ ყოველთვის შემოსავლის გარეშე ცხოვრება. ჩემთვის ეგ ისეთი შოკი იყო. შენ რო ხელფას გირიცხავენ, ეგ არ ჩათვალო შენ ხელფასად. და მინიმუმ მაგის 20% თქვა რომ არა გაქვს. ქვენ კონკრეტულად რატო გადაწყვიტეთ, რომ ბაბლჰედი გაგეკეთებინათ? რაც არ უნდა როლექსი გეკეთოს შენ და რაც არ უნდა პორშეთი დადიოდე, შენ თუ ლანჩის დრო გაქვს, მორჩა გათავდა, შენ თავისუფალი კაცი აღარ ახარ უკვე. ხო და ეგ თუ გინდა ერთ-ერთი გზა მაგისაა, რომ შემოსავალი კონდეს მაშინას კი როცა არ მუშაობ. ტოპ 5 აქტივი ვთქვათ, რითიც შეგიძლია საქართველოში ისეო ფული, მაშინაც კი როცა გძინავს. გასაუბრების დროს თუ გაქვს კითხვა, რომელსაც ყოველთვის სვამ და რატო? რა არის მითი და რეალობა ქართულ კორპორატულ სამყაროში? ქართულში არის, მაგრამ მთლიან კორპორატულ სამყაროში გეტყვი რა არის მითი რა. ისტორიული ფიგურა საქართველოს ისტორია, რომელიც დღეს კარგი მენეჯერი იქნებოდა. ვორენ ბაფეტი რო ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით ირჩევს საუზმეში 3.70 გადაიხადოს თუ 2.75, მანდ მაგისთვის აი ეგ რა ფენომენია მე ვერ ამოხსენე. რა შეცვლის ან და რა შეცვალა ჯენზიმ კორპორატულ სამყაროში. ჩემი რჩევა დღევანდელი გადმოსახედიდან 40 წლის ლევან გიორგაძის, რომელმაც მაგარი კარიერა აწყო კორპორატულ სამყაროში, არის რომ რაც შეიძლება ადრე